მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. სოფლიო სიახლეებზე საუბრით გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და დავიწყოთ ჩინეთით და რუსეთით, რომ მოვყვეთ ასე ვთქვათ თავი ამ ამბისა. ჩინეთი და რუსეთი უკვე დიდი ხანია წარმოებენ მოლაპარაკებებს ახალი გასადენის მშენებლობაზე, ციმბირის ძალა 2 ამ სახელწოდებით. თუმცა როგორც ირკვევა, ბოლო ვიზიტისაც პუტინის, რომელიც შედგა ჩინეთში გასულ დღეებში, ამ გასადენთან დაკავშირებით შეთანხმება კვლავ ვერ იქნა მიღწეული. კრემლმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ციმბირის ძალა 2-ის ერთობლივი გასადენის პროექტზე ქვეყნების ლიდერებმა ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა მასშტაბური პროექტის ძირითადი დეტალები, განხორციელების ვადები და ასე შემდეგ ცნობილი არ არის. რუსეთი და ჩინეთი წლების განმავლობაში მოლაპარაკების პროცესში რამდენიმე დეტალზე ვერ თანხმდებოდნენ. ეს არის რაღაც დაფინანსების წყაროები, ტექნიკური მახასიათებლები და ასე შემდეგ, რაც შეეხება ვინ უნდა ააშენოს და რა პროპორციის და ასე ვთქვათ მოხდეს ინვესტირება. ციმბირის ძალა 2, ციმბირის ძალა 1-ის მსგავსად, ასე ვთქვათ, უნდა იყოს აირის მიმწოდებელი ჩინეთისთვის, ციმბირის გავლით და მონღოლეთის. შესაბამისად, მისი სიმძლავრე ბევრად და გაცილებით უფრო მეტია, რაღაც პროექტშია გათვალისწინებული დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრია დღეს. ციმბირის ძალა 1, რომელთაც მარაგდება ჩინეთის გარკვეული ნაწილი, რუსული ბუნებრივი აირით 38 მილიარდი კუბური მეტრია წლიური გამტარუნარიანობა. შესაბამისად, რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არის, რომ ციმბირის ძალა 2 განხორციელდეს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ამ პროექტზე მიდის საუბარი, როგორც ჩანს, ეს პროექტი კვლავ დაპაუზებულ რეჟიმში რჩება გარკვეული შეუთანხმებლობის გამო. არ ვიცით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ წმინდად ეკონომიკური და ასე ვთქვათ ბიზნეს საკითხები, რაზეც რუსეთი და ჩინეთი ვერ თანხმდებიან, თუმცა ფაქტია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი უფრო რუსეთისთვის, რადგან მათ გასაღების ბაზრები ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჯერჯერობით კვლავ როგორც ციმბირში ამინდებია, ისეთ გაყინულ რეჟიმში რჩება და როგორც ჩანს, ვერც ამ შეხვედრაზე მოხდა გარკვეული შეთანხმების მიღწევა, ისე როგორც გასულ შეხვედრებზე, როდესაც პუტინი ჩინეთში ჩადის, ზოგადად ციმბირის ძალა 2-ზე ყოველთვის არის ხოლმე ნაწილობრივ საუბარი. ელიან რომ რაღაცა შეთანხმება იქნება მიღწეული, დმიტრი პესკოვი აცხადებს ხოლმე, რომ აი რაღაცა დიდი გარღვევა მოხდა, გარკვეული შეთანხმება. საბჭოური ტემპით მიდის აქ პროგრესი. პროგრესი მიდის საბჭოური ტემპით. ჯელობენ. 10 წლეულზე მეტია უკვე ხალხი. ჯელობენ 10 წლეულზე მეტია. აი ეს გაგრძელდება როგორც ჩანს ეს ჯელობა საქმიანი. ბევრი საკითხია განსახილველი. დმიტრი პესკოვიც ჩაუждდება ნელ-ნელა და განიხილავს ამ საკითხებს. ხო, სხვათა შორის იმ პერიოდში, რა პერიოდის განმავლობაშიც რუსეთი და ჩინეთი მსჯელობენ მილის გაყვანაზე, მილზე გვაქვს საუბარი და არც რაღაც მაღალ ტექნოლოგიურ ინოვაციაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ილონ მასკმა მოახერხა პირველად რაკეტის გაშვება კოსმოსში და ახლა უკვე IPO-ზე გასვლას და სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის შესაბამისად 10 წელიწადი არ არის ხელწამოსაკრავი პერიოდი. ამ დროის განმავლობაში საოცრებების გაკეთება შეგვიძლია ადამიანებს. სვარკა ვერ გააკეთეს. სვარკას და მილსადენს ვერ მოაბეს თავი მარტივად. ვიცით როგორი მარტივი არ არის ახსენეთ ჩინეთი, მაგრამ უფრო მარტივია ვიდრე კოსმოსში რაკეტის გაშვებაზე დაბრუნება უკან. კი, რაკეტის გაშვებაზე მარტივი ნამდვილად არის. მოდი გადავინაცვლოთ ისევ და ისევ ჩინეთის ნაწილზე, ოღონდ უფრო მეტად ირანთან მიმართებით, რამდენადაც რუსეთი არის დამოკიდებული ჩინეთზე, რომ იქ გაყიდოს თავისი ნავთობი და გაზი, იმდენად არის ირანი დამოკიდებული ჩინეთზე, რათა გაყიდოს თავისი სანქცირებული ნავთობი, რადგანაც ირანულ ნავთობს დიდად არავინ არ ყიდულობს და ირანთან ერთად ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიც დამოკიდებულები არიან აზიის ბაზარზე, რადგანაც ამერიკას არ სჭირდება პრინციპში გალფის ქვეყნების ნავთობი, სჭირდება მხოლოდ აზიას და ევროპას და აზიისთვის შეზღუდული იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რადგანაც ჰორმუზის სრუტე არის ჩაკეტილი, მაგრამ ბოლო პერიოდში გვაქვს ცოტა არ იყოს და ისეთი სერიოზული ძვრები პოზიტიური მიმართულებით არ არის ისეთი რისკები, როგორიც აქამდე იყო და რამდენიმე სუპერთანკერმა უკვე მოახერხა ჰორმუზის სრუტის გავლა. საუბარი გვაქვს ამ შემთხვევაში 3 სუპერთანკერზე. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ტანკერები, მათ შეუძლიათ თითოს 2 მილიონი ბარელი ნავთობის გადატანა. 2 მილიონი ბარელი არის კოლოსალური მოცულობის ნავთობი რეალურად და ჯამში გავიდა უკვე 6 მილიონი ბარელი ამ 3 სუპერთანკერის დახმარებით. სამივე სხვადასხვა კომპანიას ეკუთვნის. პირველი მიემართება სამხრეთ კორეული SK Energy-ის მიმართულებით, ანუ სამხრეთ კორეაში ჩავა 2 მილიონი ბარელი, ასევე 2 მილიონი ბარელი ჩავა Sinopec-ის ერთ-ერთ ტერმინალზე. Sinopec-ი ყველაზე დიდი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა და
მესამე სუპერთანკერი ჩავა სინოქემის ფილიალზე, ესეც ჩინური კომპანია. ანუ ეს ყველაფერი ზუსტად რაღაცნაირად ემთხვევა ტრამპის ვიზიტის დასრულებას. შესაძლოა, სწორედ იმ მოლაპარაკებებზე იქნა ამაზე რაღაცნაირად გარანტია გაცემული ამერიკის მხრიდან, რომ ამ ტანკერებს არაფერი არ დაემართებოდა და მათ შეეძლოთ გავლა და თან აქ საინტერესო ის არის, რომ ამ ორი ჩინური ტანკერის ესკორტირების პროცესში ჩართული იყვნენ ჩინური სამხედრო გემებიც ამავდროულად და ამერიკაც უმთევდა მწვანე შუქს და უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, მოკლედ ერთობლივი პროექტი გამოდის, ოპერაცია ეგრე გამოდის და ეს ყველაფერი გარკვეულწილად ხსნის უკვე გზას ხვებისთვის, სადაც ამ ტანკერებმა მოახერხეს გავლა, თან 2 მილიონ ბარელ ტონიან ტანკერზე გვაქვს საუბარი, გიგანტურია რეალურად ის და როდესაც ამხელა ტანკერი ახერხებს გავლას, იქ შედარებით საშუალო და მცირე ზომის ტანკერებს უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ გავიდნენ. სხვათა შორის ეს ტანკერები ამ იყვნენ გაჭედილები ლამის 2 თვის განმავლობაში, საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო თავად გემების ბორტებზეც 2 თვე არ არის ტანკერი გათვლილი იმისათვის, რომ იდგეს და მარაგები ამოწურვადია. ხო, მარაგები ამოწურვადია და მეზღვაურების ფსიქიკაც გასათვალისწინებელი 2 თვე იყო გაჭედილი ხომალდზე, რომელიც არ იცი როდის გავა და თან გვერდით სროლა მიმდინარეობს და შეიძლება ვიღაცა მერტლს გესროლოს, ძალიან დიდი რისკი და ასე ვთქვათ, სტრესია მეზღვაურებისთვის, თუმცა მათ დააღწიეს თავი ამ ჯოჯოხეთს რაც იყო. ჩინეთის და ჩინური მხარის ესკორტი იქ უფრო დამამშვიდებელია, მე მგონი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, იმ მხრივ რომ ეხა ირანელები ჩინური მხარის ესკორტს არ გაუხსნიან არავითარ შემთხვევაში, ასე რომ ხო, როდესაც ჩინური მხარეც გაცილებს ამერიკულ მხარესთან ერთად, ალბათ უფრო მშვიდად ხარ იმ სუპერ ტანკერზეც, რომელზეც იმყოფები. გავაგრძელოთ ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივ თემა და უფრო მილსადენის თემა და ნავთობსადენის ამ შემთხვევაში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ჰორმუზის სრუტის ავლით ახალი ნავთობსადენის მშენებლობის თითქმის 50% დაასრულა. როგორც ირკვევა, ახალი მილსადენი კომპანია ედნოქის საექსპორტო საშუალებების ომანის ყურეში ჰორმუზის სრუტის მიღმა მდებარე ფუჯაირა სპორტის გავლით გააორმაგებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინფორმაციით გაერთიანებულმა საამიროებმა პროექტის მშენებლობა ირანში მიმდინარე ომის გააქტიურებიდან და დაწყებიდან კიდევ უფრო გააქტიურა, შესაბამისად ექსპლუატაციაში წესით ეს ნავთობსადენი 2027 წელს უნდა გაეშვას. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამჟამად სოფლიო ენერგიის ძალიან დიდ ნაწილში რამდენიმე კრიტიკულ მზღვარზე გადის და ეს კი გლობალური წესრიგის მუდმივი რისკების წინაშე აყენებს გლობალურად მსოფლიოს. შესაბამისად, ამ მილსადენის მშენებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაერთიანებული საამიროებისთვის და როგორც ჩანს 50% უკვე დასრულებულია. ახლა ჰორმუზის სრუტის ავლით ნავთობსადენი, რომელიც არსებობს 1.8 მილიონ ბარელს ატარებს, თუმცა ეს საკმაოდ დაბალი მოცულობაა გამომდინარე იქიდან თუ როგორ მიმდინარეობდა იქამდე ვაჭრობა, სანამ ჰორმუზის სრუტე იქნებოდა სრულად ჩაკეტილი. აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ისტორიაში ენერგომარაგების ყველაზე კრიტიკული შეფერხებაც გამოიწვია და ალ-ჯაბერის განცხადებით ამ სტრატეგიული მონაკვეთის ჩაკეტვის გამო ბაზარმა უკვე 1 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი დაკარგა და შესაბამისად ეს დანაკარგები დღიდან დღემდე იზრდება იქამდე ვიდრე ჰორმუზის სრუტე რჩება ჩაკეტილი მიუხედავად იმისა რომ გარკვეული ტანკერები ახერხებენ სრუტეში მოძრაობას ის სრულად აღდგენილი რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ არის. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import.